აშეეში საიდუმლო აეროდრომი აღმოჩენილია ირანში. ინფორმაცია გავრცელდა სამშაბათს, 2026 წლის 28 აპრილს. ცენტრალური წერტილი არის ასფალტირებული ზოლი, რომელიც მდებარეობს შორეულ ტერიტორიაზე, ისფაჰანის მახლობლად ირანის ტერიტორიაზე, სენსიტიურ ზონასთან ახლოს, რომელიც დაკავშირებულია რეჟიმის ბირთვულ პროგრამასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჯერ დამოუკიდებლად არ დადასტურებულა, მან სერიოზული განგაში გამოიწვია. თუ ეს ზოლი სამხედრო გამოყენებისთვისაა მომზადებული, ვაშინგტონი შესაძლოა ირანის გულში მნიშვნელოვან მისიას ამზადებდეს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გივჩევ, არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტი, მილსონ ალვესი. ისფაჰანი ამ კრიზისში ჩვეულებრივი ადგილი არ არის. რეგიონი წლებია დაკავშირებულია ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან და ამიტომ ნებისმიერი უცნაური სტრუქტურა იქ ახლოს ყურადღებას იპყრობს. მიმდინარე სიახლეებში ასფალტირებული ზოლი ჩვეულებრივი გზის იერსახეს არ ატარებს. ეს იქნებოდა იზოლირებული ზოლი, გახსნილი მცირე მიმოსვლის მქონე ტერიტორიაზე, ისეთი ზომითა და ფორმით, რომ ეჭვს იწვევს მისი გამოყენება თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. ომის პირობებში ეს შეიძლება ნიშნავდეს ჯარების შემოყვანის მხარდაჭერას, აღჭურვილობის ტრანსპორტირებას ან სენსიტიური მასალის გაყვანას. ზემოქმედება პირდაპირია, რადგან ირანი უკვე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამერიკული საზღვაო ბლოკადა კვლავ აქტიურია, ჰორმუზის სრუტე დაპირისპირების ცენტრად იქცა. მოლაპარაკებები შეჩერდა და რეგიონში შეერთებული შტატების მეთვალყურეობა გაიზარდა. ახლა ისფაჰანთან ახლოს შესაძლო ასაფრენი ზოლი კრიზისის სიმძიმეს კიდევ უფრო ზრდის. სნეხი როგორც ჩანს მხოლოდ ზღვიდან არ მოდის. ის შეიძლება ჰაერშიც მზადდებოდეს, ფარული მარშრუტებითა და ჩუმად დაგეგმილი ოპერაციით. ამ მოძრაობის ცენტრში არიან შეერთებული შტატები, ისრაელი და ირანის რეჟიმი. ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუშალოს თეირანს, რომ ომი და მარშრუტების ჩაკეტვა ბირთვული პროგრამის გაჭიანურების საშუალებად გამოიყენოს. ირანი ცდილობს არჩვენოს წინააღმდეგობა და აცხადებს, რომ გარე ბრძანებებს არ მიიღებს, მაგრამ მოვლენების განვითარება სულ უფრო მჭიდრო ალყაზე მიუთითებს. გემები შეჩერებულია, თვითმფრინავები რეგიონს აკვირდებიან და ეხლა ეჭვი გაჩნდა, რომ ირანის ტერიტორიაზე ფარული სტრუქტურა არსებობს. თეირანის ბოლო წინადადება კრიზისის დასასრულებლად დონალდ ტრამპს არ მოეწონა. ირანის წინადადება ვაშინგტონში გავრცელებული ინფორმაციით იყო ბლოკადის შეწყვეტა, ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვული საკითხის განხილვის გადადება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს რეჟიმისთვის ამოსუნქვის საშუალების მიცემას ნიშნავდა. ტრამპს პირიქით უნდა ახლა განიხილოს გამდიდრებული ურანის საკითხი, სანამ თეირანი ზეწოლის ქვეწოლის ქვეშაა. ამიტომაც გრძელდება ჩიხი და იზრდება სამხედრო რისკი. ეს არის კონფლიქტის მთავარი ნაწილი. ირანი ცდილობს დრო მოიგოს. შეერთებული შტატები ცდილობს ეს დრო სტრატეგიულ უპირატესობად არ იქცეს. ისფაჰანში შესაძლო ასაფრენი ბილიკი ამ კონტექსტში მზადების ნიშნად ჩნდება. თუ მისია საჭირო გახდება, მას ადგილზე მხარდაჭერა, სახაერო კონტროლი, დაზვერვა და სწრაფი ევაკუაცია დასჭირდება. ეს ყველაფერი სპონტანურობას არ შეესაბამება. ეს შეესაბამება გააზაბამება გააზრებულ მოქმედებას. ამავე დროს საზღვაო ბლოკადა კვლავ მძიმე ტვირთად რჩება. 21 ექსპედიციური დანაყოფის საზღვაო ქვეითებმა არაბეთის ზღვაში კომერციული გემი Blue Star 3 აიყვანეს, ეჭვის საფუძველზე, რომ ის ირანის პორტებისკენ მიემართებოდა. შხრეკის შემდეგ გემი გაათავისუფლეს, რადგან სამხედროებმა დაასკვნეს, რომ ის ირანში არ გაჩერდებოდა. მიუხედავად ამისა, გზავნილი ნათელი იყო. ნებისმიერი საეჭვო გემი შეიძლება შეჩერდეს, გაიჩხრიკოს და აიძულონ დაამტკიცოს თავისი დანიშნულების ადგილი. ამ ტიპის ქმედება აჩვენებს, რომ ამერიკული სტრატეგია სიტყვებში კი არა, პრაქტიკაშია. ბლოკადა აკონტროლებს მარშრუტებს, წყვეტს ალტერნატივებს და ზეწოლას ახდენს ირანის ლოგისტიკაზე. თეირანისთვის ყოველი გაჩერებული გემი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მანევრის სივრცე შემცირდა. დონალდ ტრამპისთვის ყოველი ჩარევა ამყარებს გზავნილს, რომ რეჟიმი ვერ გამოიყენებს საზღვაო ვაჭრობას ბირთვული ზეწოლისგან თავის დასაღწევად. დონალდ ტრამპისთვის პრიორიტეტია რეჟიმის უნარის მოშლა, რომ კრიზისის ტემპი თავად განსაზღვროს. რევოლუციური გვარდია განიხილება როგორც ამ პრობლემის საზღვაო ბირთვი, მისი მტკიცე ბირთვი. ირანის შიგნით ის აკონცენტრებს სამხედრო ძალას, პოლიტიკურ გავლენას და აკონტროლებს მგრძნობიარე ზონებს. რაც უფრო მეტად იძენს ეს ჯგუფი ძალაუფლებას, მით უფრო იზრდება შიში, რომ თეირანი დააჩქარებს ბირთვული იარაღის ძიებას. ამიტომ ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბირთვული საკითხი არ შეიძლება გადაიდოს.
მოლოდინი ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ რეჟიმს მისცემენ საშუალებას თავიდან მოეწყოს. ისპაჰანის მახლობლად არსებული სავარაუდო ასაფრენი ზოლიც ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს. რეჟიმისთვის, რომელიც ცდილობს აბსოლუტური კონტროლის შთაბეჭდილების შექმნას, ასეთი ტიპის სტრუქტურის არსებობის ეჭვი ქვეყნის შიგნით მძიმე დარტყმაა. ეს მიუთითებს მეთვალყურეობის ჩავარდნაზე, უცხოური დაზვერვის არსებობაზე და მოწყვლადობაზე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტერიტორიასთან ახლოს. თუნდაც სრული დადასტურება ჯერ არ იყოს, ეჭვი უკვე იწვევს ზიანს. ირანს უნდა აუხსნას, როგორ გაჩნდა საეჭვო ზოლი ასეთ სენსიტიურ რეგიონში. თეირანი ცდილობს სუვერენიტეტის შესახებ განცხადებებით უპასუხოს. თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება დამოუკიდებელ ქვეყნებს პოლიტიკა უკარნახოს. მაგრამ ეს განცხადება ძალას კარგავს, როდესაც რეალობა სხვა რამეს აჩვენებს. რეჟიმი განცხადებებს აკეთებს მაშინ, როცა ბლოკადას, მეთვალყურეობას, ეკონომიკურ ზეწოლას და შეღწევის ეჭვს აწყდება. ძალის ნარატივი ირხევა, რადგან კრიზისი საზღვარზე არ გაჩერებულა. როგორც ჩანს, ის უკვე ირანის შიდა რუკაზეა შესული. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა თითქოს კოლაფსის მდგომარეობაშია და ჰორმუზის სრუტის გახსნას თხოვს. თუნდაც ეს განცხადება ინფორმაციული ომის ნაწილი იყოს, ის ირანის ლიდერობაზე ზეწოლას ახდენს საკუთარი საზოგადოების და მოკავშირეების თვალში. შიდა მდგომარეობა ზრდის რისკს. არსებობს ეჭვები, ვინ მართავს რეალურად თეირანს და რა გავლენა აქვს ამჟამად რევოლუციურ გვარდიას გადაწყვეტილებებზე. ასეთი მასშტაბის კრიზისში ძალაუფლების მწვერვალზე დაბნეულობა შეიძლება ფატალური იყოს. გაყოფილი რეჟიმი აგვიანებს მოლაპარაკებებს, ცუდად რეაგირებს ზეწოლაზე და შეიძლება შეცდომები დაუშვას. შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, სწორედ ამ ასპექტს იყენებს და ირანს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ამიტომ ისპაჰანში მდებარე ასაფრენი ზოლი არ უნდა ჩაითვალოს იზოლირებულ დეტალად. ის ჩნდება არაბეთის ზღვაში გემების შემოწმებებთან, ბირთვულ ჩიხთან, პორტების ბლოკადასთან, ჰორმუზის სრუტეში მაღალი დაძაბულობასა და ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნასთან ერთად. ამ ყველაფრის ჯამი მიუთითებს ზეწოლის უფრო მკაცრ ეტაპზე. ვაშინგტონი უნდა, რომ თეირანი კომფორტული გამოსავლის გარეშე დატოვოს. ან ახლა დათანხმდება ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას, ან განაგრძობს ალყასა და ესკალაციის რისკის წინაშე დგომას. მნიშვნელოვანი მისია, რომელიც გზაშია, შეიძლება ინტერვიუში არ გამოცხადდეს, შეიძლება ნაწილებად იგეგმებოდეს. ჯერ საზღვაო ბლოკადა, შემდეგ საჰაერო მეთვალყურეობა, შემდეგ კი ეჭვმიტანილი გემების გაჩერება. ახლა კი შესაძლო ასაფრენი ზოლი ისპაჰანის მახლობლად. ყოველი ნაბიჯი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ ირანის შეკავებას არ ცდილობს. ისინი მზად არიან იმოქმედონ, თუ რეჟიმი დროის მოგებას შეეცდება. ბოლოს გზავნილი მარტივი და მკაცრია. ირანი ცდილობს წინააღმდეგობის ჩვენებას, მაგრამ სულ უფრო მეტად ჩანს ალყაში მოქცეული. შესაძლო საიდუმლო აეროდრომი გამოვლინდა ბირთვული ობიექტის მახლობლად. გემებს კვლავ აჩერებენ, მოლაპარაკებები ჩიხშია და დონალდ ტრამპი კვლავ ზეწოლას ახორციელებს იმ საკითხზე, რომელიც ვაშინგტონისთვის ყველაზე შემაშფოთებელია. ირანის ბირთვული პროგრამა. თუ ეს ასაფრენი ზოლი დაკავშირებულია ამერიკულ ოპერაციასთან, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს გააზრებული სამხედრო მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება რეჟიმის სტრატეგიულ გულში. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვისის საზოგადოებაში.